საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. 1917 წლის 25 მარტს ქართული საღვთელობის საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები როგორც საერო ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. თუმცა მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო. მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის უდიდესი ძალისხმევით და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას. დღესაც ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დაუცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო, წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერიც. 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სულიერი ფასეულობების აღდგენის სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის ძალისხმევით ეკლესიამ დაიბრუნა თავისუფლება, რაც ერისა და ბერის ერთიანობის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა საერთაშორისო დონეზე მხოლოდ 1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უდიდესი პირადი ძალისხმევის და ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ამგვარად საბოლოოდ აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო დამოუკიდებლობა და თანასწორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კუთვნილი ადგილი დაიკავა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია, ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.